მოგესალმებით, თქვენ უყურებთ 20 წუთს ახალზე და დღეს როგორც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან და ხალხისთვის საჭირო და საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ფასები, სასურსათო პროდუქტები, რძის პროდუქტები, რომლებიც ძალიან ბევრი ადამიანის მენიუში დღეს უკვე ფუფუნების საგნად გადაიქცა. Რაღა თქმა უნდა, 20 წუთს ჩვენ მიყოლეთ ასოციაციის პრეზიდენტ ქალბატონ ანა მიქაძესთან ერთად გავატარებთ. ანა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. მე მინდა რომ დღეს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვისაუბროთ. მე ვადევნებ ხოლმე თვალს ძალიან აქტიურად ხარ სოციალურ ქსელში და მუდმივად გაქვს აი ყველაზე რძეზე ასეთი სტატუსები. მაგრამ მაინც ვერ ავუხვალ პირველ კითხვას გვერდს. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და აი ეს გადაღებული პროდუქტების გაიაფების თემა, როგორ ფიქრობ? მაღაზიაში დავდივართ, ბაზარში დავდივართ, შეეწყო რამეს გაიაფება? ერთი მადლობა მოწვევისთვის და ყოველთვის ამდენი მხარდაჭერა, რაც თქვენ გაქვთ წლების მანძილზე გამოხატული ქართული ძის პროდუქტების მიმართ, იშვიათია. გვარით ვიწყობს ხელს, ასე ვთქვათ, სიხარულით მოვდივარ ყოველთვის ყველა შენს დაძახებას, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან დიდი გულშემატკივარი ხარ ზოგადად კვების, ჯანმრთელი კვების და ქართული პროდუქტის. რაც შეეხება ფასებს, სიმართლე გითხრათ, ეკონომიკაში მე ვარ სრული ოროსანი. არ მესმის ეს თემა კარგად. ამიტომაც არასდროს არ გამომივიდა წარმატებული ბიზნესი, რამდენადაც კარგი მკვლევარი ვარ და რამდენადაც სხვა რაღაცა ისეთი წარმატებები მოვიდა ჩემთან ცხოვრებაში, როგორც მკვლევართან, იმდენად მე ბიზნესი არ მესმის. შესაბამისად, ვერაფერი ვერ გავიგე, როგორ შეიძლება ხელოვნურად სახელმწიფომ ჩარევით დაწიოს ფასი. მთელი 35 წელიწადია მესმის, ჩემი მიუხედავად ფინანსური აბსოლუტურად ოროსნობისა, მესმის რომ საბაზრო ეკონომიკა ბაზარი არეგულირებს და რაღაცა და ბაზარმა უნდა განსაზღვროს და კონკურენციამ უნდა განსაზღვროს და ეს კარგად დავიჯერე. არსად არ მინახავს, არ გამიგია, ვკითხულობ ბევრს, რასაკვირველია ხა ChatGPT-ზე ვარ შემდიდარი ყველანი და ვეკითხები არის სადმე პრაქტიკაში რომ ხელოვნურად რომელიმე სახელმწიფომ დაწია რაღაცაზე ფასი, თუ ეს არ არის ნავთობი და თუ ეს არ არის რაღაცა ისეთი ძალიან სერიოზული კარტელური გარიგებები. აი ხა მე ვერ წარმომიდგენი, მე ახლა მაგალითს გეტყვით, ბოლო 6 თვეა აჭარელ ოჯახთან, რომელსაც პატარა მაღაზი აქვს დიღმის მასივში, ორი ოჯახია აჭარლების, სხვა ნაცნობი არიან, მაგრამ შორიშორ არიან, მაგრამ მუბანში არის. ყიდულობ, ელგან ღირდა 75 თეთრი უკვე და ამ მეორე აჭარელმა, რომელსაც გამოვებია, ასე ვთქვათ, არა უწია 60 თეთრს არასდროს. რომ იყო 60 თეთრი გახდა მასთან, მას მე არის და არის და დღესაც მივედი სხვათა შორის არა თქვენთან წამოვიდოდი, დღესაც დამახვედრა 60 თეთრი და გავეხუმრო მეთქი. არ დაუწევ თქო და მეტი რაღა დაუწიო, ხა ერთხელაც არ ამიწევიაო. ანუ აი ესეც კი ჩემთვის გაუგებარი იმ ადამიანმა რომელიც სულ 70 დღეა არ არის მაღაზიებს შორის თუნდაც დიდ სუპერმარკეტებს შორის კონკურენციაც არ არის. იმ დღეს პრემიერმა კითხვა რომ ძალიან ბევრი სუპერმარკეტი არისო და ეს და უნდა იყოს გაზრდასო, მაგრამ რაღაც არასწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ იგივე სიტყვაზე ჩვენ ქალები ვართ და ალბათ უფრო მეტად ყველა ქალი მოიხმარს თმის საღებავს, ხო? მე არ მოვიხმარ კეთი ძვირფასო. ეს მეტი ახალგაზრდა მოვიხმართ ხოლმე. შედიხარ დაუშვათ აფთიაქში და ღირს კოლოსალური თანხა. იგივე პროდუქტი საღებავი დაუშვათ საბითუნო მაღაზიაში ღირს ორჯერ ნაკლები. ანუ აი კონკურენციასაც კიდევ უწევენ. თქვენ ალბათ ბოდიში ქვენობით რომ მოგმართავთ ჩვენ ახლობლები ვარ და შემიძლია შენობითაც თუ ეთერი მოგწევს ამის საშუალებას. ნახე როგორ ვექეთი მე 2 დღის წინ რატომღაც ძალიან არა თლად მოხდენილ დროს აი ამ შოუში რო რაღაცა ფასები და თელენებებ და ღელვა ოპოზიცია დასინის ხელისუფლებას როგორ ბედავდა რა ტყუილს ამბობთ აღლითობ ის ამბობს არა მართლა და აი ამ ნებათა ღელვაში ამ ფასების ომში დავწიოთ არ დავწიოთ კარგია ვის მიეკერება ვის გადაუხდის ამისთვის ამომრჩეველი მადლობას ჩვეულებრივი ასე ვთქვათ ის არის ხო ადამიანების მოხიბვის მე არ ვიტყვი მოსყიდვის მაგრამ მოხიბვის ერთ-ერთი გზა არის ფასი
სოციალური პრობლემები. მე დავწერე სტატუსი, როდესაც ჩემი შვილი იყო ცუდად, ლუკა კომაში იყო ჩავარდნილი, მართალია გამოვიდა კომიდან ძალიან მალე 4 დღეში. მაგრამ დასჭირდა წამალი, ვიტამინი, რომელიც რეაბილიტაციაში დაეხმარებოდა. ექიმმა მითხრა, რომ გნებავთ, იყიდეთ ეს წამალი, გნებავთ, ვიყიდეთ, მე ყველაფერი გაუკეთეთ თქვენ შულს, მაინც და ხათა იცი რომ შვილი ძლივ გამოგლიჯა სიბროს ხელიდან, არჩევანს რომ წახვალ და იყიდი, ხო და მითხრა, იცით ოღონდ ძალიან მორიდებით, მითხრა ამ კაცს, იცით ოღონდ შავ აფთიაქში უნდა წახვიდეო. აი დღემდე ურო დამარტყა თავში, მეთქი შავი აფთიაქი საქართველოში არსებობს კომუნისტების პერიოდში ჩაშკასთან შავი აფთიაქი მეთქი რა არის ოღონდ ეს შეფოთება იყო დღემდე გამომყვა და ჩემ დაჭირათ 2 დღის წინ დავდე სტატუსი რომ თურმე მეთქი აი ჩემი შვილი რომ ცუდად იყო თქო თურმე შავი აფთიაქი და მეთქი წავედი მართლა წავედი და ღმერთო მეორეჯერ არასდროს არ მიმიყვანო იქ აი ფასელზე ალაპარაკი ძალიან იაფია ყველაფერი მე ძალიან იაფი დამიჯდა 5 ლარი ღირდა ამპულა თუ რაღაცა მართალი არ დაჭირდა და მე კლინიკას დაუტოვა ეს ის არა ქვია რომ არ დაჭირდა ამ ადამიანს გამოვიდა თავისით ნახეთ თავში არა ექიმების წყალობით ნახე შევედი რაღაცა სარდაფში სადაც უამრავი დახლიარი და ფანილის ხალათებიანი ქალები დარბიან არ არის ეს აფთიაქი მე კი ამიხსნეს რომ სხვა აფთიაქები არის ასევე საბუთმო ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე და შვენიერი მოწესრიგებული და ზოგს ამ სტატუსიდან გამომდინარე ეგონა რომ მე იმ აფთიაქებს ვუთყამდი და იმათი არსებობაც კი არ ვიცი ეს ნახეთ ვიღაცა კაცი გაბრაზებული კაცი და ბატონო ნამდვილად აფთიაქში ვართ ხო გულწრფელად უკითხე და ეს ფული ქეში მინდა მითხრა მივეცი ეს და მომაყარა ეს ფული უკან და წამოს მართლა მე ვთხარ ეგრეს არ არის მოკიდებ ჩემ წამოს ხელი წამოვიღე მას მე სულ თვალწინ მიდგას ეს ჯურღმული სადაც წამლები ყუთებით იყო მიყრილი თაროებზე და არანაირი ტემპერატურული ზაფხული იყო თან ტემპერატურული რეჟიმი იქ არ იყო არაფერი ნუ მივხვდი რაღაცა საშინელებაში მოვხვდი საშინელებათა ფილმში მოვხვდი სადაც წამალი ასე უკვე კიდევ კარგი ეს სტატუსი მე გაუბედე და დავწერე აი ისევ იმ თემას ვუბრუნდები რას ნიშნავს დაბალი ფასი ხარისხის ხარჯზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ იმდენად ფაქიზია ეს თემა თორემ ის არ უნდა ახლა რომ 5 ლარად იყიდოს მაგალითად ეს რა ქვია ქათამი სიტუაცია ხო ნახეთ აი ესეთი ზედახორა წამლების ტემპერატურული რეჟიმის დარღვევი და ყველაფრი და ფასი იაფი მიხსნიან რომ ეს არის ერთადერთი ხსნა საქართველოში რომ აი კიდე კარგი ეს აფთიაქი არსებობს აი გავგიჟდი მართლა ამბობთ რას ამბობთ ადამიანებო იცით მე რა დედაჩემი გარდაიცვალა მაშინ წამლები დამჭი იქ ჩაბაბა ამაზე საერთოდ გავგიჟდი რას გქონდა მითხარ წამლები ჩააბარეთ და ვინ გააკონტროლა წამლები რომ ჩააბარეთ ვინ გააკეთეთ ვადიანია დაუშვათ ვადიანია ყველაფერი რიგზეა რამდენჯერ ყოფილა რომ ოჯახიდან ოჯახს უჩუქებია მიხდახმარებია მიუწია წავშვა მაგრამ აფთიაქი ქვია და თურმე ქვია შავი აფთიაქი და წამოვიდა მეორე ტერმინი დეფიციტი ისო ფასებს უბრუნდები ტყუილად არ ყვები ამ მაგალითს წამლის დეფიციტი 21 საუკუნეში სადაც წარმოება მწალეკა მსოფლიო ყველა სეგმენტში არ არსებობს სეგმენტი სადაც პრობლემა ის კი არა რაღაცა არის შოვება პრობლემა არის როგორ გაყიდოს ის რაც უკვე აწარმოა და ეს მეუბნება ჩემი ქართული რეალობა და 1000 კომენტარი იყო, სხვათა შორის 3000 მოწონება და რაღაცა ძალიან ისეთი აქტიური სტატუსი გამოვიდა. აქედან ერთი 100 ადამიანის დაბლოკვა მომიწია, იმიტომ რომ უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ. ერთმა ძალიან მოწესრიგებული ტექსტის ავტორმა დამიწერა, კარგიაო, შენი შვილი რომ გადაარჩინო. კიდე რომ დაგჭირდეს, რომ მივთხარ წევლით ქალბატონო. აი ნახეთ, აი ასეთ სრულ პროფანაციას, სრულ გაუგებრობას იწვევს ისევ რომ დაუბრუნდეთ ახლა ფასების თემას თუ მე ჩემი სახელმწიფო პირდება იმას რომ დაწევს ფასს ხარისხის გაფუჭების არ მინდა მირჩევნია ჭამო 100 გრამი კარაქი და გადავიხადო ის ჯანდაბა 40 ლარი სიტყვაზე ვიდრე გადავიხადოთ რაღაცა მცენარეულ უბედურებაში რაღაცა ტრანსხიმში 2 ლარი და ერთ კვირაში დამჭირდეს 10 ექიმი მაგრამ ნახე ამას ამბობ შენ იმიტომ რომ შენ იცი და უშუალოდ რომ უნდა იყვება ჯანსაღა და დიდი ხანი ამ სფეროში ხარ და იცი რა პროდუქტი რას შეიცავს მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ყოველთვის ორიენტირებული არის ფასზე
მე უკვე იმ ძირითად თემას დაუბრუნდეთ, რაზეც ახლა ჩვენ დღეს ერთმანეთში ვხვდით, მაგრამ ამას წინათ ნამდვილად ბაზარში ვიყავი და პამიდორი, ქართული პამიდორი ღირდა რაღაც 17 ლარი, ის სხვა პამიდორი ღირდა 10 ლარი, რაღაცა ღირდა 8 ლარი და 8 ლარიანი პამიდორს მოვკიდე ხელი და ამ კაცმა მითხრა, რომ შენ ის არ ახარო, რომ გამოენთები ხოლმეო და ამბობ შეიძინე ქართული შეიძინე. რატო არ შეიძინე ქართულიო და მოთხარი, რომ იმხელა ფასი აქვს, ვერ შევიძინე და ჩემსავით არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლებიც არ მესმის კეთი, არ მესმის, რომ გაჭირვების ფონია, გაჭირვებაა და ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ ფასზე გავაკეთოთ მეტი აქცენტი ვიდრე ხარისზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ადამიანი დედამიწის ზურგზე. მე არა ვარ მდიდარი ადამიანი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მირჩევნია ვჭამო 100 გრამი კარაქი და ბატონო, ვიდრე ვჭამო ის ტრანსხილი, რომელიც ღირს 2 ლარი და მე 200 ლარს დავხარჯავ ექიმებში. თუმცა აქაც სხვა პრობლემასთან მივედით, ნახე, თუ შემოტანილი საქონელი უფრო იაფია ვიდრე ქართული. ესე იგი, ქართულ გლეხს უჭერს ამ რეალიზაცია უჭერს პროდუქტის. მან არის სახელმწიფოს და ძალიან ძვირი უჯდება. მან არის სახელმწიფოს. არ ვიცი მოყოლილი მაქვს თუ არა, ან გაგაცანი თუ არა, ალეკო ჩაჩანიძე არის ესეთი არაჩვეულებრივი კაცი, რომ ექიმი, ფსიქიატრი, რომელიც წლები ცხოვრობდა ამერიკაში, ადრევე წავიდა, ძალიან ადრე გახდა ამერიკის მოქალაქე და ეხლა კანადაში ცხოვრობს, იქ აქვს ქართული სახლი, ასეთი სათვისტომო, რესტორანი, ოფისი და ყველაფერი და ეზიდება საქართველოდან ყველაფერს ქართულს. მათ შორის ყველასაც ერთ-ერთი იშვიათი არხია ყველის გატანის, იმიტომ რომ ჩვენ არ გამოვირჩევით ყველის ექსპორტით, არ არის ქართული ყველი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას იმათი კრიტერიუმებით, იმიტომ რომ რაღაცა მოკლედ ტერმინებიც ვარ დაგაბნიო, მიკრობიოლოგიურად სომატური ჯრედების თვალსაზრისით, იმათ სხვა მოთხოვნები აქვს ჩვენ სხვა სტანდარტი გვაქვს იმათ სხვა და ვერ ვხამდებით, მაგრამ გააქვს ამ ადამიანს ყველა ნორმის დაცვით და ყავს ძალიან კარგი მომწოდებლები, ცეზარი კახიძე არაჩვეულებრივი აჭარელი კაცი, ძალიან მაგარი მოამაგე ფერმერი წარმოებელი და მან მითხრა, რომ მე რომ ეს პროდუქცია ქართული იქ შევიტანო 47% უნდა გადავიხადო გადასახადი, რომ ადგილობრივს არ გავუწიო კონკურენციები. ჩვენთან პირიქით არის. ჩვენთან პირიქით არის. დიახ, თუ ქართული სახელმწიფო, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ხვალ რომ საფლავიდან ადგეს ვიღაცა გენიოს, ვინც, რა ვიცი, ვისაც პრეტენზია აქვს რომ მეორედ მოსვლაზე. ისიც კი რომ დაბრუნდეს და პეტრე პავლე ვინც გინდა იყოს ქართული სახელმწიფო თუ არ იზრუნებს თავისი ფერმერის, თავისი მეწარმის დაცვაზე და მას კონკურენტს გაუჩენს თურქულს, ირანულს, თუნდაც ევროპულს, ჩათვალე რომ ჩვენ ვერასდროს ვერ განვითარდებით, ჩვენც ვიქნებით სულ ღარიბები და ზუსტად ჩემსავით ვიც ესეთი ახირებული ხასიათის არის როგორც მე, ვიყიდით იმ 2 ლარად 100 გრამ კარგ პროდუქტს, მაგრამ არ ვიყიდით მოწთეთრიან რაღაც უბედურებას. იცი რა მაინტერესებს ანა? ახლა ჩვენ ლაპარაკობდით რომ ქართული ყველი შემოტანილი, მე მახსოვს ჩვენ ადრე რომ შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ ძალიან ისე მწვავედ აყენები შენ საკითხს ირანული ფხვნილის შემოტანაზე, ყველის წარმოებაზე. აი რატომ გჭირდება ყველის თუნდაც რძის შემოტანა? არ ყოფნის, უბრალოდ ძროხები აღარ არის და რთული ამათი შეხედა. კეთი, მე და შენ ვიცნობთ ერთ არაჩვეულებრივ მართლა მოამაგე ფერმერს, მოაზროვნე ფერმერს, ნამდვილ ესეთ როგორ გითხრათ, აი ფერმერი მეურნე როგორიც უნდა იყოს, ესეთი წარმომედგენია როგორიც არის ნიკო. ნიკო ჩვენი ბენიანიძე, ნიკო, რომელსაც აქვს რამდენიმე ტიპის სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი, ეს არის მეღვინეობა, ეს არის თაფლი, ეს არის რასაკვირველია, მისი ძირითადი ხაზი არის ფერმერული საქმიანობა, საქონელი ყავს, მეწველი, მეხორცული და რასაკვირველია, ეხლა ხან ლოჭინში აუცილებლად წადიდა დაათვალიერე, ლოჭინში გააკეთა არაჩვეულებრივი საწარმო, მართალია მოდერნიზებული ტექნიკა და რაღაცა ჰაი კლასის ტექნიკა არ დგას, მაგრამ თავისი საწარმოში რაც ჰქონდა და მუშა მდგომარეობაში რაც იყო და ეფექტური, ყველაფერი გადაიტანა, მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში მას ექნება რაღაც ვარსკვლავური ისინი, რა ქვია, საწარმო ტექნიკაც, მაგრამ რაც აქვს, კარგი აქვს და ნახეთ ნიკოსაც კი, რომელსაც აქვს ყავს თავისი ძროხა და 2 ტონამდე რძეს საწარმოებს და არხილოს კალოში შესანიშნავი ფერმა აქვს, ნიკოსაც კი უწევს წვეთწვეთობით მზის შემოტ მას დიდი ხანია ნიკო ბაზარზე არის რძის წარმოები და აქ ყველაფერი მაწონი, ნადუღი, ხაჭო, არაჟანი თან ერთმანეთზე უკეთესია ყველაფერი მისი ეს პროდუქცია
ყველი მერული ყველი ქარხნის არ ვამბობ სახელს არ ვამბობ ნამდვილად ვიცი ძველი ჟურნალისტური ცოდვები მაქვს. მოკლედ ნახეთ როგორ რაღაც არის მასაც კი წვეთობით უწევს შეგროვება დანარჩენი, იმიტომ რომ მან უნდა იშოვოს ხარისხიანი, რომ თავისი ხარისხიანი რძე არ გააფუჭოს და ახლა აპირებს 1000 სულამდე გაზარდოს ფერმა. ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპში ხა მე ნიკოსნაირები 24 საათი უნდა აპიარო, არამც თუ რეკლამა ხო ნახეთ 1000 სულამდე გავიდიო და მე აი განცხადებას ეხა მას აქვს ხაზი, როგორც ყველა სხვა დანარჩენ კომპანიებს აქვს სულიად ნედლრძეზე დამზადებული პროდუქტი და აქვს ასე თქვათ აღდგენილ რძეზე დამზადებული და აწევს კეთილ სინდისერად პატრიოტნაც ამ ყველაფერს და ნახეთ მექნება რომ მხოლოდ ნედლრძეზე ვიმუშავებ, ამიტომ მისი ოცნებაა რომ სულ ნედლრძეზე გადაიყვანოს წელი თავის ეს უზარმაზარი წარმოება. არ არის რძე. საერთოდ რატომ გავიხსენე ასე ერთად? არ არის რძე. იმიტომ არ არის რძე რომ მესაქონლეობა არ არის ისე ხელშეწყობილი როგორც უნდა იყოს. ჩვენმა სახელმწიფომ არაგუში უფრო ადრე, აი მილენიუმის პროგრამები რო დაიწყო, მაშინ აქცენტი გააკეთა საწარმოებზე. ანუ მეგრულად გააკეთა ესე ყურისაგან და აგერბატონო, უკუღმა დაიწყო ჯერ საწარმოები ააშენებინა, მაგრამ ლოგიკას არის მოკლებული, რომ მე რო საწარმოს ვაშენებ, პირველი რაც უნდა ვიცოდე, გერმანელი რას აკეთებს, ბაღს რო აშენ, ბაღი რო უნდა გააშენოს, ვაშლის ბაღი. 3-4 წელი თხრის იმას ორმოებს, ამზადებს სამაცივეს სივრცეს, მიწის დედას, მიწის ქვეშას, ამას რო ყველაფერს ინფრასტრუქტურას მორჩება, სამაცივრეს შესანახს აწყობებს, მორ ერგავს იმას რა ქვია, ხილს მორ ერგავს და თანკაცრა არის ის გაიხარებს, მაგრამ ნახეთ, ემზადება იმისთვის, რომ დაკრიფავს სიტყვაზე თუ ტონა აქვს გათვლილი და გამოუვიდა 100 ტონა, სიტყვაზე უტრირებულად, მან იცის, სად შეინახავს 10 წლის მანძილზე ამ თავის 10 ტონა და 100 ტონა და რაღაცა. ამას ვამბობ, ჩვენ არ გვაქვს რძე და დაფინანსდა არ ვიცი. აქ ლაპარაკია კოლოსალურ მილიონებზე, მე მინახავს ჩემ დასაუბედუროთ, ჩემ დასამწუხაროდ ტექნიკა ეზოში გამოყრილი როიჟანგება ღიაცის ქვეშ წინ არა მარტო რძის ტექნიკა, პასტერიზატორი აი ცრემლები მომდიოდა, ხა მე ახლაც კი ამხნის მეყველე ქას, ჯერ არა მაქვს ჩემი საწარმო, იმიტომ რომ არ გამოვიდა თქო ბიზნესმენი თავში ვეკითხარი, აუცილებლად მექნება, როცა ყოველის მუზეუმს გავაკეთებ მე პატარა საწარმოს. ისე არ წავალ ამ ქონა რომ არ დავტოვო კარგი სანიმუშო ნახევრად ინდუსტრიული ნახევრად საოჯახო საწარმო, ცრემლები მომდიოდა იქ პასტერიზატორებს ღიაცის ქვეშ განადგურებულს რომ ვხედავდი. არასწორად დაიგეგმა ყველის ამას თავისი ახსნა აქეთ, იმიტომ რომ შორს რო წავიდე მე ვარ შეთქმულების თეორიების მოყვარული, ძალიან მიყვარს ხოლმე რაღაცა კვედინებების ესეთი ეჭვიანი ტვინი მაქვს და როგორც ჩანს, მაინც ამას აქვს რაღაცა კორუფციული გარიგება, კარტელური გარიგება, ვიღაცას იმპორტის შემოაქვს, ვიღაცას უნდა რომ ის მხნილი შემოათრიოს, შემოიყოს ის ტრანსხიმები შემოიტანოს, ოღონდ ტრანსხიმსაც გააჩნია, ქოქოსის ცხიმი რო შემოიტანოს და პალმის რაღა უჭირს, უძვირფასესი ცხიმებია, შემოაქვს რაღაც ლარიანი მარგარინი, რაღაც უბედურება და ამიტომაც არის რომ ამდენი კუსტარული საწარმო აღმოაჩინეს. კი ბატონო და ეხლა სხვათა შორის ეს იყო 1-2 კვირის წინ შეხვედრა ლაშა ავალიანის ინიციირებით და ჯერ ხარია რომ ეს ბიჭი სამინისტროს სახელმწიფო მოხელე გვახდა, იმიტომ წლები ის არასამთავრობოში იყო და ვეტერინარია პროფესიით. როცა ვეტერინარი მან იცის ასე თქვა ძირში იცის რძესთან დაკავშირებული და მესაქონლეობასთან დაკავშირებული პრობლემები და აი სპირის გაღებაც კი ამჭირდება, ხარ დამთავრებული არ მაწინადდება, უკვე იცის რა გვჭირს და რა გვინდა. იყო ეს შეხვედრები ფერმერებთან ჩატარდა და დაისვა საკითხი რომ უნდა დაეხმაროს თუ არა ქვეყანა მესაქონლეობას, ანუ პირუტყვი შემოყვანა უნდა ჩადოს, კი, უნდა მე ვამბობ, რომ კი, უნდა ჩადოს. ნუ ახლა გირჩის ტიპის პარტიები შეგეკამათებიან, რომ არა, რატო უნდა ჩადოს. გახსოვს, ალბათ გადაცემაში გიტყვეს პირდაპირ, წყალში ჩაყრილი ფული არის სოფლის მეურნეობაში. კი, ბატონო, კი. ეს მითხრა სხვათა შორის თავის დროზე ყოფილმა პრეზიდენტმაც, მარგველაშვილმა სხვათა შორის, რაღაცა შეგვყარა ფერმერები და თქვა, რომ არა, სახელმწიფო რა შოშო რატო უნდა ჩადოს. არ არსებობს ქვეყანა, სადაც გინდათ ეშაპოძე ამიყვანოთ და მოუმჭერეთ ეს ჩემი კიტრივით თავი რომ მომაქვს და ვერ დამისაბუთებს ვერავინ რომ დარჩა რომელიმე სახელმწიფო, რომელსაც სუბსიდირება არ გაუკეთებია რძეში.
დღემდე ასეა. დღემდე აი შვეიცარიის ალპებში ვიყავი მე მეთხევეობაზე ხო ჩემი გართულება, მაგრამ მე აი ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, ძალიან ბევრს მოგზაურობ, ძალიან ბევრი ევროპული საწარმონახე და პარალელი მინდა. არ მოგზაურობ კაცო, მუშაობ მე საწარმოებში 3-4 წელი და მუშაობ. ნახე კეთი, ნახე მეთხევესთან ვიყავი და ესეთი არხეინი კაცი იყო ფეხზე გადადებული, იმიტომ რომ წლის ბოლოს მას თავისი სახელმწიფო შვეიცარია ადლებს ერთ სულთხაზე და 1 ლიტր რძეზე რაღაცა რაოდენიმე არ მახსოვს ახლა რო არ შემოშალოს და ტყუილი არ გამომიწვა სიმბოლურად თქვა ერთ რაღაცა შვეიცარიულ ფრანკს აძლევს სიტყვას. წლის ბოლოს თუ ყავს 3000 სული თხა და თუ აწარმოებს 3 ტონა რძეს ან 30 ტონა რძეს აი არანორმალურად დიდი თანხა ეძლევა მას და ახალ სასტუმროს ააშენებს, სხვა ბიზნესში ჩადებს, იმოგზაურებს, გარემონტებს, ახალ ხებს იყიდის, ახალ გამოცვლის ტექნიკას, იქ შოურუმი ქონდა არაჩვეულებრივი, სადაც დეგუსტაცია მოგვიწყო თავისი. შვიდად ცხოვრობს და ყველა ფერმერი რაც კი ნახე შვეიცარიის ალპებში და არა ალპებში. ყველა ფერმერი სახეზე ეთყობა სული, აი ცოტა რთულია. ახლა ჩემი ვაჟი რომელსაც ბეკაჩები ასე ვთქვათ, თუმცა თვითონაც უჩემოდაც მოხიბლული ამ საქმიანობით, მეყველეობით. მეუბნება რომ დედა ჩვენს ფერმაში სუნი არ უნდა, დედა შამელს ვერ მოვასხამთ. ფერმაში იქნება სუნი, იმიტომ რომ თხას, ძროხას, კამეჩს, ცხვარს აქვს ეს თავის ფეკალია ისეთი, რომელსაც ნამდვილად არ ასდის შანელის სუნი, მაგრამ ისეთი ვენტილაცია უნდა გაკეთოს, როგორც მე ვნახე შვეიცარიაში. თხები ყავდა, ესეთი კლდის ქანებზე ქონდა რაღაცნაირი არქიტექტურის სახლი, სულ პირველ სართულზე, რომელიც მიწაზე იყო ეს შოურუმი, საწარმო, მეორე სართულზე კიდე რაღაცა და მესამე სართულზე, სადღაც კლდიდან ადიოდნენ თხები, მესამე სართულზე ცხოვრობდნენ თხები. რადონის ჰაერი ქონდა და რადონის ვენტილაცია იყო, ვერ წარმოიდგენთ. ასე იყო ძროხების ფერმაც, ასეთ ერთადერთი ფერმა შემხვდა ძალიან არასაინტერესო და ვუთხარი კიდეც და გამოყარა მე იმ კაცო მიგეკითხება თქვენ. არ იყო, აქაც კი არ მინახავს ასეთი ცუდი ფერმა, როგორც ნახე იმ შვეიცარიაში, ნუ ეხლა დახირებული კაცი იყო, ძალიან დაბალჭირიანი ფერმა ქონდა. ის გამოცდილება, ის იქ ნანახი ყველაფერი საქართველოში არსებული ვითარება, რომ შევაჯეროთ, აი პირველი 3 საკითხი, რასაც დაუყოვნებლივ გადაწყვეტდი შენ, რომ გქონდეს ამის საშუალება. აი რას ეთქვი დაუშვათ იმ ადამიანებს, რომელსაც ეს ხელმწიფება, რა 3 ძირითადი პრობლემა არის, გადასაწყვეტი იმის გამო, რომ რძის რაოდენობაც გაიზარდოს, აი ეს რაღაც ფუსტარული საწარმოებიც აღარ იყოს და ბოლო-ბოლო ქართულმა პროდუქტმა აჯობოს შემოტანილ იმპორტირებულ პროდუქტს და ფასიც დაიწიოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან გავიგე, მე გადაცემის დასაწყისში ვეკითხავი, რომ ყველის და საერთოდ რძის პროდუქტები ფუფუნების საგნად იქცა, იმიტომ რომ ძალიან ძვირია. გაძვირდა კი, ნახეთ, არასდროს არ ვიზიარებდი ასეთ მიდგომას, რომ გამსხვილდეს რძის საწარმოები და პატარა საწარმოებმა შეწყვიტოს არსებობა. პატარა საწარმოს, მცირე საწარმო, საშუალო საწარმო არ ვიზიარებდი ამას, იმიტომ რომ ადამიანები ამით არსებობენ, მაგრამ მე ასე დავსვამ, დღეს უკვე სხვანაირად უყურებს. კი ბატონო, ეხლა ვემხრობი, რომ კონტროლი არის ძალიან, ხო ხედავ, აი საწარმოზე იხურება, საწარმოზე ჯარიმდება და ყველაზე მთავარი, მე და თქვენ არ ვიცით, ხედავთ თეთრ მასას, თეთრია, გაჭრითლებია, ანუ ვიზუალურად ვერაფერს ვერ მიხვდები, მაგრამ საკმარისია ლაბორატორიაში შეიტანო ეს ყველი. ახლა მე რომ დავთავრდება ეთერი, გაჩვენებ ერთი ყველის ზედაპირს ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ, ადგილი არ არის დარჩენილი, მურდათ აზის ეიშიხერიას მიკრობიოლოგია დაბინძურებული ყველია და ჩართვალე ერთი თვის მანძილზე თუ შევჭამ ამას, თვის ბოლოს მოხვალ ჩემს პანაშვიდზე, იმიტომ რომ ეს მომაკვდინებელი დაბინძურება არის. ამის გარდა სანიტარული ნორმების დაცვა, კონტრარა, ახლა ჩამოვყალიბდები, ნახე, გამსხვილება, ოღონდ საოჯახო მეურნეობებს არ უნდა საოჯახო მეურნეობა, აი მაგალითად თუ ვიღაცა ტემილს აკეთებს ხელით, უნდა გააკეთოს ხელით. თუ ვიღაცა დამბალ ხაჭოს აკეთებს ხელით, უნდა გააკეთოს ნარჩვი. თუ აკეთებს ხელით, უნდა გააკეთოს ხელით. არ არის საჭირო თვითონზე ნარჩვის, დამბალ ხაჭოს, ტენილის, ამ არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსის მქონე რძის პროდუქტების ინდუსტრიაში გადათრევა ძალით. იმათ ნიშა უნდა დარჩეთ, მაგრამ
მათაც უნდა იცოდნენ, რომ მათი ყველი უნდა იყოს უვლებელი. პირველი ხელი დაბანილი, ცური დაბანილი, რძე, შემოწმებული მიკრობიოლოგიად არ უნდა იყოს დაბინძურებული, მე შენახვა ის ობის რაგვარობა, რომელიც არის დამბალ ხაჭოზე, ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ კეთილშობილმა ობმა, როგორც ხდება მთელს მსოფლიოში, ობის რაგვარობის გამოკვლევა, ობიანი ყველები, ზედა გორგონზოლები და 1000 კამემბერები, თეთრი ობის თემაა, ხო? პირიქით სამკურნალოა, სავსეა ლიციდების ჯგუფით, პენიცილინის ჯგუფით, ახლა მე დიდი მიკრობიოლოგი არ ვარ, მაგრამ ვისწავლიან სიტყვების რა ხაროხი ამასობაში ვკითხულობ, ვეძებ, ვიკლებ. პირველი გამსხვილება, მაგრამ საოჯახო მეურნეობებს არ უნდა შეეხოს, მცირეები რომელიც საოჯახო მეურნეობის ცალკე ცალკე. მეცაც გეტყვი, მე ახლა ვამუშავებ ძალიან მაგარ პროექტს მონასტრის ყველი და ძალიან მინდა ამ პროექტით შევიდე საპატრიარქოში და მონასტრის ყველის თემა გაჩნდეს, იმიტომ რომ იქ ნდობის ხარისხი იმდენად მაღალია და თვითონ დედაობით იმდენად სათუთები არიან, რომ იქ უნდა გაჩნდეს ასეთი კერა, რაც მე მივალ და მართლა შეიძლება ძვირიც გადავიხადო იმ ყოველ სიყვაზე ვამბობ, ხო? მეორე, აუცილებლად კონტროლის გაძლიერება. ეხლა ხო ძალიან დაძდებს ისა რა ქვია სურსათუნებლობა და ხო შორის არ იხევენ უკან და ენის მოჩლეკითაც არ ელაპარაკებენ და ძალიან მომწონს. დედას ფიცა ვარ. მე რო საწარმო მექნება და ახლო მომავალზე, როცა მქონდა მაშინა ზუსტად იგივეს ვაკეთებდი, მე ვუჩივლე ერთხელ ჩემს თავს, ანამიქაძის სკოლის შემოწმეთ თქო, რაღაც არ მომეწონა, თვითონ თქვა ვარ, პეტრე ვარ და იქ ცოტა სხვანაირი ეშმაკობა გამომივიდა, იმიტომ რომ უფასოდ შემოწმებინა მთელი ეს 40 სახეობის ყველი, ბების სახეობის ყველი მქონდა, სწავლობდით ამ მიმართულებას და მე გადავშით მაშინ რომ არაფერი არ აღმოჩნდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემოწმებინე და მე გავუმხილე, რომ მე თქო ვუჩივლე ჩემ თავს. ნახეთ, კონტროლის გაძლიერება, გამსხვილება და აუცილებლად სწავლება. აუცილებლად ამ სამის გარეშე გამორიცხულია ჩვენ გადავრჩეთ რძის სექტორში. სახელმწიფოს როლი სად არის? კონტროლი. სწავლება და ხელშეწყობა. ეგ არის სწავლება, ტრენინგი მოიცავს იმას, რომ ეხლა კიდე მეორე პროექტის ინიცირებას გავაკეთებ შენთან და ალბათ დასასრულისკენ მივდივართ, თუ მაქვს თო ხო კიდე ბატონო ვილაპარაკებ. ქარხანა ბორბლებზე ჩემი საყვარელი პროექტი, რომელიც და ქარხანა ბორბლებზე ზუსტად ამას მოემსახურება და ემსახურება ისედაც ქარხანა ბორბლები მარტო ქარხანა კი არა, ჩემი დამჭყრელი მანქანით დავდივარ, მაგრამ ძალიან მალე მექნება ის რაღაცა მისამნელი, რომელსაც ექნება პატარა ესეთ ლაბორატორიის სახე, საჭიროებები და მზაობები. ინგლისურად უყვართ ხოლმე ინჟინერს ნიდნეს რიდინეს, საჭიროებები და მზაობა. რისთვის არის დღეს ქართული მცირე საწარმოები, საოჯახო საწარმოები, თორე ინდუსტრიებს თავისი გზა აქვს და იმათ უამრავი ვიღაცა, მაგალითად იგივე მსხვილ კომპანიებს თვეში ამჯერ ამოწმებენ და სისხლად გამშრალი, იმიტომ რომ ბევრია, ბევრი საფრთხეა, ბევრი საფრთხე არსებობს, რომ რაღაც სიტყვაზე 3000 კაცი რომ მუშაობს, რაღაცა მე ვიყავი ერთ-ერთ ქარხანაში, უნდა გრანდეში, ესპანელი წარმოშობის უკრაინელი კაცის არის ეს ის არა ქვია, ესპანეთის მოქალაქე, უბრალოდ უკრაინული წარმოშობის ალექსეი მარტინენკო, ლეგენდა ადამიანია, რაღაც წაი სტივ ჯობსებს გავს კიდევაც ფიზიკურად. ტიპი აწესებს პრემიას, თუ კი ვინმე კიდევთან რაიმე ჟანრს ნახავს. მე მოვდივარ იმაში, და მესმის მიკროფონში ხმაროს, სტუმარს უჩანს თმა. არასათანადოდ ბოლომდე არ მეხურა კუდი და ბიჭო, სად ნახა ეს ჩემი ერთი ბეჭვათმა მეთქი და ჩამოვიდა ვიღაცა, ერთმა გადამიწიეს, შემიკრეს ეს კუდი ხელახლა კარგად. როგორც სკაფანდრებში, როგორც კოსმოსურ ხომალდში ისე დადიან იქ თანამშრომლები, იმიტომ რომ ძე არის ძალიან ზედმეტად სენსიტივი, ზედმეტად ზემგზნობიანი ნედელი, თვითონ არის ბუკეტი ალერგენების და რაღაცა და არ გაპატიებს იმას, რომ კიდე მიკრობიოლოგიად დაავინჯო, ხელი არ დაიბანო და ისე მოკიდო ხელი ჭურჭელს ან დანას. ალბათ რაც მთავარია, სახელმწიფო ხელშეწყობა ფერმერებისადმი, რომ ვაწარმოოთ ქართული მე ძალიან მომწონს ხოლმე, როდესაც ჩვენ გავდივართ ხალხში და უბრალოდ გლეხი იმდენად კარგად აგიხსნის ხოლმე, თუნდაც სკის მოწყობის მაგალითზე, ან რაღაც თავის რის მოწყობის მაგალითზე, სკის მოწყობის მაგალითზე, მთელი სახელმწიფოს მოწყობა გითხრა იმ კაცმა და ჩემი მაყურებელი აუცილებლად ნახავს კიდევ ამ კადრებს სხვა გადაცემიდან არის ეს და მადლობა იმ გადაცემის წამყვანს. ისკაერთი სახელმწიფოა და იმდენად სწორად არის განაწილებული ყველა საქმე და დანიშნულება, ეს რომ ქვეყნის მართლობაში გადმოვიღოთ, ქვეყანა ძალიან მალე აყვავდა. ფუტკრების მართლობა ოჯახის
ეს იმდენად მნიშვნელოვანი და ხელშესახებია, რომელიც ყველა სახელმწიფო მართველმა უნდა გაითვალისწინოს. დედა, თუ დედა არ არის, იგივე თუ მართველი არ ახავს სახელმწიფო იშლება. თუ ცუდი დედა და კვერცხს არ აძევს, ის ოჯახი წყდება. თუ პროდუქციას არ აქვს, მართველი პარტია იქნება თუ ხელისუფალი. ის სახელმწიფო ინგრევა. არ ამრავდება. აი როგორც ეხლა ვართ. გაქცეული. და ეხლა არის სახელმწიფო გასაუბრეთ ხო გზავნიეთ ეს ქალები თუეთეს, მამაკაცების გავიდეთ ცოტა. და ის ქალების იმას ჩვენ წარმოვიდგინოთ ჩვენთან რომ მივაშველებთ იმ სერობს რაღაცას გარედან. ფუტკას. რომ მივაშველებთ დაიხოცებოდა. აი ეს დაიხოცებოდა ეს სახელმწიფოც. რომ ვაწარმოოთ ქართული. და ალბათ აქედან და მიმართოთ ახლა ჩვენ ყველა იმ ადამიანს ვინც აი ამ სტრუქტურების სათავეებში არიან რომ არასოდეს სოფლის მეურნეობა მე მგონი არ იხმძღვანელება კაბინეტებიდან უნდა გამოვიდნენ მივიდნენ პარკეთის ფერმერები ზდო წავიდა მივიდნენ ფერმერებთან და მათი საჭიროებები ადგილზე დაინახონ და შეუწყონ ხელი ხომ ძალიან დიდი მადლობა ანა იმდენად საინტერესო იყო ეს ყველაფერი რომ ბევრი რაღაც კიდე დაგვრჩა სალაპარაკო მაგრამ ეს უკვე შემდეგ კი ბატონო მზად ვარ ყოველთვის იმიტომ რომ იცი ძალიან კარგად როგორ ასოციაციის პრეზიდენტი ანა მიქაძე მადლობა რომ გიყურეთ